ნოდარ წიწარიშვილი გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსამართლე ზვიად ცეკვავა სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გახსნის მის სასამართლო პროცესს. საინტერესოა რა შუამდგომლობით შევა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი საჯარო მოხელის საქმეზე მოითხოვენ პატიმრობას რამდენიმე დღიანს თუ იქნება გამოყენებული ჯარიმა. ნოდარ წიწარიშვილი საკრებულოსთან იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბანერით მივიდა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და ატარებდა მეორე დღეს გამოკითხვა, სწორედ ამის შემდეგ აიყვანეს ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ადვოკატი განმარტავს, რომ არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ წიწარიშვილი 48 საათის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფილიყო. ადვოკატი ამბობს, რომ დღეს ისინი მოითხოვენ, რომ წიწარიშვილმა ყოველგვარი ჯარიმის გარეშე დატოვოს საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზი. პროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვითაც კი არ ხდება ჩვენთვის, როგორც ადვოკატებისთვის, საქმის მასალების ჩაბარება, შემდეგ გაცნობა და შესაძლებლობა, რომ მოგვეცეს, რომ ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი გუშინად და მუდმივად არის ის, რომ საინფორმაციოებში და სოციალურ ქსელებში შეგვიძლია გავეცნოთ და შეგვეძლო გავცნობოდით ამ ყველაფერს. როცა ამ პოზიციას სასამართლოც იზიარებს, ახლა აქ რა სამართლებრივ საფუძვლებზე უნდა ვისაუბროთ და რა სახის მტკიცებულებების ჩვენი მხრიდან წარმოდგენა არ წარმოდგენას, რამდენად გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს სასამართლო სახეზეა. უბრალოდ სასამართლო არის დღეს როგორც აღმასრულებელი ორგანო იმ ნებისმიერი შემოტანილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, რასაც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქმის მასალები ჯერ არ ვიცი, თუმცა იქნება იგივე, რომ წვრილმანი ხულიგნობა 166 მუხლი რასაც ითვალისწინებს და ასევე პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. არც დაუმორჩილებლობა და არც წვრილმანი ხულიგნობის შემადგენელი ელემენტები წარმოდგენილ ვიდეო მასალაში არც დღეს იქნება ისევე როგორც გუშინ არ იყო არც ერთ წარმოდგენილ ვიდეო მასალაში. პირველები რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს, 20 წლის სტუდენტი პირველებთან დეტალურად იხსენებს, როგორ მოხდა პირველ დღეს მისი დაკავება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სანდრო სეხნიაშვილი განმარტავს, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც მისი თანამოაზრეების დაკავება მიმდინარეობდა. განმარტავს, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა პოლიციელებისთვის არ გაუწევია და იხსენებს, როგორ გაარტყა მას პოლიციის მაღალჩინოსანმა დავით მამაგეიშვილმა სახეში ხელი. ამასთან ერთად სეხნიაშვილი განმარტავს, რომ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. ამ დაზიანებებზე მან მიუთითა წინასწარი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროსაც და სტუდენტი განმარტავს, რომ არსებობს ამის სამედიცინო დოკუმენტებიც. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, მთელი ღამის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროცესი მიმდინარეობდა, როგორც მოქალაქეები ყვებიან 14 საათის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები საქალაქო სასამართლოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყავდათ შესახლებული, ისე რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი დროულად არ მოხდა მათი ეტაპირება სხვადასხვა იზოლატორში. მე და ჩემი მეგობარი ვიდექით და როდესაც მოხდა უკვე დაკავებების ყოფილების ვცდილობდით გამორიდებას რა ამ სიტუაციიდან, მაგრამ მამაგეიშვილმა დამინახა მოკლედ და რადგან აქტიურად ვარ ჩართული საპროტესტო წრეში, სავარაუდოდ ჩემი ვარაუდით მან მიცნო და პირადი შურიზიების ან პირადი რაღაცა წყენის შურის გამ არ ვიცი რატომ ეს ჩემთვის ამოხსნელი ახლაც მოკლედ გამოიწია ჩემკენ იყო ესეთი ციტირებ მის ნათქვამს მოდი აქ ბიჭო შენ და შემდგომ მახსოვს რომ ხელი მოიქნია შემდგომ უკვე მახსოვს უბრალოდ რომ რამდენიმე პოლიციელი ან დაამისია თავს და დაკავების მანქანისკენ მივყავდი. აღნიშნული გვაქვს სხეულის ზემო ნაწილში სხვადასხვა ადგილას დალურჯებები მაქვს მიღებული, რაც აღწერილია თვითონ იზოლატორის თანამშრომლების მიერ და ასევე ექიმის მიერ თვითონ კონკრეტულად იზოლატორში. ჩვენ ამ საქმეს მივუგებით იურიდიულად სამართლებრივად, როგორც ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს ადამიანები, მისჯილი ადამიანები, ვისაც ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, ლაშად გებუაძე და შაკო ბაღდოშვილი 14 საათი იყვნენ იმ სივრცეში, რომელიც განკუთვნილი არის მხოლოდ 3 საათის დაყოვნებისთვის. ჩამოსაჯდომი MDF-ის ვიწრო სკამებია 4 კვადრატულ მეტრ დაკეტილ უსარკმლო უჰაერო სივრცეში. არც ვენტილაცია, არც კონდენსატორი, არაფერი არ არის იქ დედამიწის ზურგზე. ჩახუთულია, სარდაფია, ნესტისუნია. ეს არის წამების და არაადამიანური მოპყრობის ნათელი მაგალითი.
საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე გაიხსნება ყოფილი საჯარო მოხელის ნოდარ წიწრიაშვილის სასამართლოს ხდომა და რამდენიმე წუთში გავიგებთ გაუშვებენ თუ არა მასაც სხვა თანამოაზრების მსგავსად რამდენიმე დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში თუ მის წინააღმდეგ მოსამართლეც ეკავა ჯარიმას გამოიყენებს.